უყურებთ მე-9 საათზე ნათი ალაზაშვილთან ერთად საღამოშვიდობისა რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. პოლიტიკური კონკურენტების მოსმენა და მოპარული პირადი ინფორმაცია, რას აღიარებენ კუდის დაკავებული თანამშრომლები. თავიდან, როდესაც პროგრამა ახალი შექმნილი იყო, ვუსმენდით ოპერატიულად საინტერესო პირებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნებისთვის გამოცხადდა მზადება გადავერთეთ პოლიტიკურ თემაზე. ბიზნეს ჩამოშორებული ბიზნესმენის განცხადება მთავარ პროკურორს. ორთაჭალ ენერჯის ყოფილი მფლობელი გიგი უგულავას ქონების წართმევაში ადანაშაულებს. პასიური სმერტი იმას ჰქონდათ რა მაფიას. გაგოჩებდნენ მე განცირული იყავით და ესეთი ხელის ჩამოთვლილ განაპირობა გესის ესეთი წარება. სამასზე მეტი საჰაერო დარტყმა და დარღვეული მორატორიუმი. ღაზის სექტორი ისევ იბომბება განგაშია, იერუსალიმსა და თელ-ავივში. اللهم ينصره إن الله لقوي عزيز بعدها في الذين إن مكناهم. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც არასანქცირებულ ფარულ მოსმენებს ახორციელებდა. კუთში მომუშავე ჰაკერები მათ შეეძლოთ გააკონტროლებინათ ნებისმიერი თქვენგანის პირადი ცხოვრება, მიმოწერები, საუბრები კომპიუტერთან. ვინ გასცემდა დავალებებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილისა და კუდის უფროსის მოადგილის ვაჟა ლელუაშვილის გარდა. ჩვენებებში ფიგურირებს ინიციალები DA. შესაძლოა ეს დათა ახალაიაც იყოს. ნახეთ სოდისა და კუდის თანამშრომელთა ჩვენებებზე აწყობილი ისტორიები. ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის ისტორიასთან დაკავშირებულ კითხვებს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა ჩვენებამ გასცა პასუხი. თუმცა ნაწილობრივ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე წერს, რომ კოალიციაში ჩაწერილი საუბრები YouTube-ზე ბესოს ურმავას სახელი და შოთა ხიზანიშვილის დავალებით დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ავთანდილ სოლომონიშვილმა ატვირთა. პირველად აიტვირთა ბესოს ურმავას მიმართვის ვიდეო ჩანაწერი, სადაც იგი მიუთითებს, რომ ვითომ და მის მიერ ფარულად მოპოვებული იქნა რამდენიმე აუდიო ჩანაწერი, რომლებსაც იგი განათავსებს აღნიშნულ პორტალზე. რის შემდგომაც მოხდა იმ ჩანაწერების თანმიმდევრობით ატვირთვა, რომელიც მიმითითა შოთა ხიზანიშვილმა. აღნიშნული ხდებოდა 3 დღის განმავლობაში. ჩვენების ავტორი ხმაურიანი აუდიო ჩანაწერების ავთენტურობაზე არ საუბრობს, თუმცა მიუთითებს, რომ ფარული მოსმენა შესაძლებელი გახდა იმ პროგრამის დახმარებით, რომლის შექმნასაც ოპერატიული სამსახურის თანამშრომლების არც თუ მცირე ხნის მუშაობა დასჭირდა. ჩვენებაშივე ჩანს, რომ მთელი სამსახური ქართული ოცნების ლიდერთა მოსმენაზე იყო გადართული. თავიდან, როდესაც პროგრამა ახალი შექმნილი იყო, ვუსმენდით ოპერატიულად საინტერესო პირებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნებისთვის გამოცხადდა მზადება გადავერთეთ პოლიტიკურ თემაზე და მთელი სამსახურის თანამშრომლების საქმიანობა მიმართული იყო იქეთ, რომ მოგვესმინა კოალიცია ქართული ოცნების წევრთათვის. აღნიშნული შესახებ დავალება მიღებული მქონდა ვაჟა ლელუაშვილისაგან. მიღებულ ინფორმაციას ვეუბნებოდი ხოლმე ჩემს უშუალო უფროს ვაჟა ლელუაშვილს თავისივე სამუშაო ოთახში და ასევე DA-ს. გადავცემდი ინფორმაციას მობილური ტელეფონის მეშვეობით. ვაჟა ლელუაშვილი დღეს გავრცელებულ კიდევ ერთ ჩვენებაში ფიგურირებს. კუდის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის სახელით გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლელუაშვილისგან დეპარტამენტს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფირმების მიერ შემოტანილი ტექნიკის დაზიანება ჰქონდა დავალებული. სწორედ ამ დავალების შესრულების შედეგად მეცხრე არხისთვის განკუთვნილი ტექნიკის უდიდესი ნაწილი საბაჟოზე ზიანდებოდა. მიზანი კი არხის მაუწყებლობის დაწყების შეფერხება იყო. თავიდანვე ვაჟა ლელუაშვილისგან მითითება იყო, რომ ტექნიკა ისე უნდა დაგვეზიანებინა, რომ საბოლოოდ არ გამოსულიყო მწყობრიდან და შემდგომში შესაძლებელი ყოფილიყო მისი აღდგენას შეკეთება. თუ ვისგან მოდიოდა ზემოაღნიშნული დავალება, ჩემთვის არ უთქვამს ვაჟა ლელუაშვილს, მაგრამ ჩემთვის ცხადია, რომ იგი ამ დავალებას მიიღებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორისგან, DA-სგან, მაგრამ ცხადია, რომ ვერც DA მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება როგორც წესი უფრო ზედა ეშელონებში. ზედა ეშელონებზე საუბარი პირველ ჩვენებაშიც არის. დაკავებული წერს, რომ ივანიშვილის პირადი მცველის სახელით YouTube-ზე აუდიო ჩანაწერების გავრცელებამდე შოთა ხიზანიშვილი მაკომპრომატირებელი დისკებით პრეზიდენტის სასახლეში შევიდა. რათია ჩვენებებში მოხსენიებული ინიციალები DA შესაძლოა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია იყოს. ეს ეჭვი იმითაც მყარდება, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კვილაშვილმა განაცხადა რადიო პალიტრის გადაცემა რეზუმის ეთერში, რომ მას შესაძლოა ორშაბათს ბრალი წაეყენოს. დაუსწრებად ინდირა დამდენადაც დათა ახალაია საქართველოში არ იმყოფება. ამ ბრალის წაყენების მიზეზი კი შესაძლოა გახდეს ამ ჩვენებებში მისი მოხსენება და ასევე პირადი ინფორმაციის უკანონო გზით მოპოვება. რაც შეეხება მოსმენებს, აღსანიშნავია ის, რომ სპეციალური აპარატურისა და კომპიუტერული ვირუსის შექმნის შემდეგ
პირები, რომლებიც მუშაობდნენ კუდსა და სოჩი, უსმენდნენ არა მარტო ქართული ოცნების ლიდერებს, არამედ სხვა ოპოზიციურ ლიდერებს, მათ შორის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს დინო ბურჯანაძეს თბილისში და ირაკლი ოქრუაშვილს პარიზში. მადლობა მალხაზ ჭკადუა საუბრობდა 9 საათისთვის არსებულ საქმის ახალ დეტალებზე უკანონო მოსმენების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდები და ამ დროისთვის სულ 12 პირია დაკავებული. მათგან 8 ბრალი დღეს წაუყენეს. უმრავლესობა დანაშაულს აღიარებს, მათ შორის არ არის კუდის უფროსი ლევან ქარდავა, რომელსაც ბრალის 3 მუხლით აქვს აყენებული. კუდისა და სოდის დაკავებულ მაღალჩინოსალთა ნაწილი საკუთარ სამსახურშივე მოდულის წინასწარი დაკავების საკანში ყავთ მოთავსებული. თავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალი უკვე წარუდგინა. 12 დაკავებულიდან ნაწილს ბრალი უკანონო მოსმენებში, ნაწილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გატამეტებაში, ნაწილს კი ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება. 12 დაკავებულს შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ლევან ქარდავა, რომელსაც ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესო სურმავასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და უკანონო მოსმენებში ქარდავა ბრალს არც ერთ ნაწილში არ აღიარებს. ბრალი წააყენეს 3 მუხლით. პირველი თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მესამე მუხლი არის სატელეფონო საუბრების უკანონო მიყურადება და ჩაწერა. არც ერთ ეპიზოდში არ ცნობს თავს დამნაშავე. არც ერთ ეპიზოდში არ ცნობს თავს დამნაშავე. დაკავებულ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე შოთა ხიზანიშვილს ბრალი უკანონო მოსმენებში და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. თუმცა მას ბრალს პროკურატურა ხვალ წარუდგენს. ასევე ხვალ წარედგინება ბრალი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილს. ბრალს ნაწილობრივ აღიარებს კუდის პირველი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი. ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ცნობს ამ ნაწილში თავს დამნაშავედ. მისი დაკითხვა როგორც ბრალდებული ჯერჯერობით არ შემდგა ამ ეტაპზე, კანონმდებლობა არ ავალდებულებს პროკურატურას ასეთი მოქმედების ჩატარებას. მთავარი პროკურორი, რომელმაც დღეს დაკავებულების ბრალეულობაზე ისაუბრა, აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპიუტერული პროგრამით არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს უსმენდა. შექმნილი პროგრამის მეშვეობით კუდის ხელმძღვანელობა ახორციელებდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და არასანქცირებულ მოსმენას. დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებიც, რომელთა უმრავლესობა ბრალს აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ კოტარია, რომელიც გუშინ ხიზანიშვილთან და ლელუაშვილთან ერთად დაიბარეს დაკითხვაზე, რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას ნაციონალურ მოძრაობაში აპროტესტებენ, ისინი ამ ყველაფერს პოლიტიკურ ანგარიშწორებას უწოდებენ. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ბანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მასზე პირად ანგარიშწორებას ახორციელებს, რადგან დააკავა მისი მეგობარი შოთა ხიზანიშვილი და ეს მხოლოდ მის შესაშინებლად გააკეთა. თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში როგორც ჩანს არ არის ერთწლოვანი პოზიცია, რადგან ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ყველა ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ის მაღალჩინოსთან იქნება თუ არა, მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თუ კი რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ის ამისთვის პასუხს აუცილებლად აგებს. ვიცი, რომ მისი დაკავება მოხდა იმისათვის, რომ პირადად ჩემზე მოხდეს ეწოლა, იმიტომ ის არის ჩემი ძალიან უახლოესი მეგობარი. ნუ ექნება იმედი ბიძინა ივანიშვილის, რომ ასეთი ნაბიჯებით ის რაიმე შეის ან შეშფოთება შემოიტანს ჩვენს რიგებში. პირიქით, ეს ჩვენ უფრო გაგვაძლიერებს და ჩვენ არ შეგვეშინდება ბიძინა ივანიშვილის ასეთი ნაბიჯების. პროცესების პოლიტიზაცია არ შედის არავის ინტერესში, სწორედ ამიტომ ჩვენ როგორც ოპოზიცია ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად თხილად მივუდგეთ და მაქსიმალურად თხილი ვიყოთ ჩვენ შეფასებაში, რომ არ გამოგვივიდეს ზედმეტი პოლიტიზაცია პროცესის, ისე ვიმეორებ დამნაშავე რომ უნდა დაისაჯოს ეს ზოგადი პრინციპი და წესია და ასევე პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესშია ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც დგავს ხელისუფლება, ნებისმიერი პატივრება, რომელსაც მიმართავს ხელისუფლება, გამომდინარეობს მხოლოდ კანონიერების და სამართლიანობის პრინციპიდან.
უმცირესობის ბრალდებებს უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური ინტერპრეტაციები დაკავებებთან დაკავშირებით მას მიანიშნებს იმისკენ, რომ გარეთ დარჩენილი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები საკუთარი თავის დაცვას ახორციელებენ და ისინი გარკვეულწილად ცდილობენ, რომ თუკი მომავალში მათ რაიმე საფრთხე დაემუქრებათ და არ გამორიცხავს დავით უსუფაშვილს, რომ შესაძლოა მართლაც მოხდეს კიდევ სხვა თანამდებობის პირების დაკავება, სწორედ ამის პრევენციას ახდენენ, თუმცა დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები და დანაშაულები გარეთ მაინც ვერ დარჩებიან. ყოველი დაკავება, ყოველი ყოფილი თანამდებობის პირის თუ დღეს ვინმე თანამდებობაზე ყოფილი პირის არ შეიძლება იქნეს მორიგი ისტერიის მიზეზი, რომ არის პოლიტიკური ანგარიშწორება, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც დანაშაულს ჩადიოდა დღემდე, სწორედ პოლიტიკური თანამდებობები ეკავა და ასე რომ გარდაუვალია ამ ტიპის ქმედებები. დღეს უკვე 8 დაკავებულს ბრალი წარედგინა, ნაწილი მათგანი როგორც სიუჟეტში უკვე მოისმინეთ ბრალს აღიარებს. რაც შეეხება შოთა ხიჟანიშვილს და ვაჟა ლილუაშვილს, ბრალი ხვალ წარედგინებათ და ხოლმე ამის შემდეგ გახდება ცნობილი, აღიარებს თუ არა პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიჟანიშვილი. ლანა, მადლობა. დაკავებულთა ბრალდებებზე და აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შეფასებებზე ლანა ბერიძე საუბრობდა. გიგი უგულავას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შედის. საუბარია მერიისა და მთავრობის კანცელარიის კაბინეტებში დაგეგმილ კონფისკაციის სქემაზე, რომელსაც 2 ჰიდროელექტროსადგურის ჟინვალ ჰესისა და ურთაჭალ ჰესის აქტივების ნაციონალური მოძრაობის ფავორიტ კომპანიებზე გაყიდვა მოყვა. არის თუ არა ენერგოპრო ჯორჯია, არა კეთილსინდისიერი მყიდველი და შესაძლოა თუ არა საქმე ჰქონდეს ფინანსურ მაქინაციებთან, როდესაც ჰესში, რომელიც 14 მილიონიც კი არ ღირდა, გადახდილია 25 მილიონი. თბილისის მოქმედი მერის გარდა საქმეში ფიგურირებენ ყოფილი მაღალჩინოსნები, ექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ეკა შარაშეინძე და ფინანსური პოლიციის ყოფილი შეფი დავით კეზერაშვილი. საბუთების სასამართლო დავისთვის მზადდება. ორსაჭალხესის 25 წლიანი მართვის უფლების აღდგენას თემურ ჭიჭინაძე წარსმევიდან 4 წლის შემდეგ გეგმავს. იხსენებს, რომ ელექტროსადგურით ხელისუფლება კაპიტალური რეაბილიტაციის შემდეგ დაინტერესდა. ნოღაიდელის მთავრობა მაშინ დარღვეულ კონტრაქტს კერძო ინვესტორი არჩია. ჰესი 25 მილიონად ჩეხურ ენერგოპროს მიყიდა. ძველ პარტნიორთან კი შეთანხმება სასამართლოს ძალით მხოლოდ 1 წლის შემდეგ მოშალა. არავითარი ხარვეზე აქ არ იყო. აქ უბრალოდ იყო მხოლოდ სურვილი პოლიტიკური სახელმწიფოს, რომ ეს გესი იყო მაგათ კონტროლის გარეშე დარჩენილი. აქ იყვნენ უცხოელი ინვესტორებიც, ქართველი ინვესტორებთან ერთად, ჩვენთან ერთად და მაგათაც ვერ აკონტროლებდა სახელმწიფო მაგეს, ამ ელემენტალურ ამოძრაობა უნდა ყოფილიყო იქ ფულის და ჩაითვალა, რომ ეს გაყიდულიყო და დაადეს ინსტიტუტში ისეთივე გასაგიდათ ისეთი ფასი, რომ სხვა არცეთი ჭუქავთხოველი მაგაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ლაშაჟვანია, რომლის მინისტრობისას ორთაჭალხესი ენერგოპროს საკუთრება გახდა, იხსენებს, რომ ჭიჭინაძესთან კონტრაქტი მისმა წინამორბედმა ეკა შარაშენიძემ შეუსრულებელი პირობის გამო დაარღვია. ჰესის გასხვისებას ამართლებს, თუმცა ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ეკონომიკური ხარვეზიც ჰქონდა. ეს თავისთავად სახელმწიფო პრივატიზაციის პოლიტიკისათვის კარგი არის და თანხების შემოდინება მოხდა, მაგრამ რაც შეეხება ისეთი საინვესტიციო კლიმატის პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეიძლება აქ იყო შეცდომები და შეიძლება უფრო მოლაპარაკების გზით უნდა წასულიყო და ეწყო სახელმწიფოს მეიჯარეებთან საუბარი, ვიდრე ისეთი ხისტი ნაბიჯებით გადაედგა პრივატიზებასთან დაკავშირებით. ჩვენ კანონიერად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრული კანონის დაცვით მივიღეთ ამ აუქციონში მონაწილეობა, გავიმარჯვეთ და გადავიხადეთ 25 მილიონ 250,000 დოლარი. თემურ ჭიჭინაძეს ჟინვალ ჰესის მართვაც დააკარგვინეს. პროცესი დავით კეზერაშვილის ფინანსური პოლიციელების ვიზიტით დაიწყო, რასაც გიგი უგულავას კაბინეტში აუდიენცია მოჰყვა. ოთხოვნა მარტივი იყო. ბიზნესმენს მართვის უფლების საკონტროლო წილი უნდა დაეთმო. თანხმობა მომზადებულ ტექსტზე ხელმოწერით გაფორმდა. ამას ერქვა ადრე პაცილუის მერწი მას ჰქონდათ რა მაფიას. გაგოცებდნენ მე განწირული იყავი და ესეთი ხელის ჩამორთმევამ განაპირობა გესის ესე წაღება. ეს იყო და ეს კიდევ უფრო მე არის თავიდან ბოლომდე ქალაქის მერის და მერის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ალბათ შეთანხმებით. მერ უგულავას ბრალდებაზე არ უპასუხია. რეაქციას ის ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ გამოხატავს. მანამდე კი თემურ ჭიჭინაძეს სარჩელს პროკურატურას სწავლობს.
საქართველოში მიმდინარე დაპატიმრებებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოზიცია ბევრად უფრო მკვეთრია ვიდრე ევროპელი დიპლომატების. ვისაც დანაშაული ჩაუდენია, მან პასუხი უნდა აგოს, აცხადებს ფილიპ გორდონი, თუმცა ხაზგასმით ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თავიდან იქნა საცილებული შერჩევით იდევნა. ჰილარი კლინტონის მოადგილეს, რომელიც თბილისში იმყოფება, დღეს არანაირი შეშფოთება არ გამოუთქვამს. გორდონი მხოლოდ აღფრთოვანებულია საქართველოს დემოკრატიული განვითარებითა და ჩატარებული არჩევნებით. რა არის მნიშვნელოვანი საქართველოს რეპუტაციისთვის? სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციები. საქართველოს დემოკრატიულმა წინსვლამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არჩევნების გამჭვირვალე ჩატარება და ძალაუფლების გადაცემა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს უნდა გახდეს მისაბაძი მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ფილიპ გორდონმა სამდღიანი ვიზიტის პირველი სამუშაო დღე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შეაჯამა. ამერიკელმა დიპლომატმა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებების გამჭვირვალობაც მოსთხოვა. ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო დროს მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. ყველა სურს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა იყოს და ის, ვინც დანაშაულს შეადის, მან პასუხიც უნდა აგოს. უნდა კრიტიკული საუბარი. აღნიშნეთ ის სვლა წინსვლა, რომელიც ჩვენ მოახერხეთ და არჩევნები გადავიცით ხელისუფლება, გადავიბარეთ ხელისუფლება, ამავდროულად დიდი სურვილი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპას, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ეს დაჭერის პროცესები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ჩვენ ვცდილობთ და მომავალშიც შევეცდებით, რომ მაქსიმალური განმარტებები გავაკეთოთ და მაქსიმალურად ავუხსნათ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს და პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ჩვენი ყველა ქმედება ამ მხრივ არის დემოკრატიული, ეს არ არის არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკური დევნა. სახელმწიფო კანცელარიაში მისვლამდე ფილიპ გორდონი უმცირესობის ლიდერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. საუბრის დიდი დრო დაეთმო საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას და ჩვენი ამერიკელი მეგობრების სრულიად გულწრფელი ინტერესია, რომ პროცესები საქართველოში გაგრძელდეს დემოკრატიულად. ჩვენ ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებს გვიწევდა რაიმეს მტკიცება ვინმესთან ჩვენი პოლიტიკური ორიენტაციის თაობაზე. ყველამ კარგად დაინახა, რომ ჩვენი ორიენტირები ნატოსკენ, ევროკავშირისკენ, ცივილიზებული დემოკრატიული მსოფლიოსკენ ეს არის რეალური ორიენტირები. ფილიპ გორდონის ვიზიტისას გაირკვევა, როდის შედგება ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრემიერმა მოწვევა უკვე მიიღო. შედგება საგარეო მინისტრის ვიზიტი ვაშინგტონში და შემდეგ უახლოეს პერიოდში იმედი მაქვს, რომ ამ წელს გაიმართება პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფილიპ გორდონის სამუშაო ვიზიტი თბილისში გრძელდება, ხვალ ამერიკელი სტუმარი პრეზიდენტი შეხვდება. იგეგმება გორდონისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის შეხვედრაც. მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატის თბილისში ვიზიტის მიუხედავად დღეს მთელი მსოფლიოს, მათ შორის შეერთებული შტატების მთავარი საზრუნავი ახლო აღმოსავლეთში შექმნის საომარი ვითარებაა. პალესტინელი მებრძოლების ავიაიერიშის სამიზნე თელ-ავივი და იერუსალიმი ხდება. დედაქალაქში ამ წუთებში მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის გამო განგაშია. ისრაელის ხელისუფლება სამხედრო ოპერაციის გაფართოებას არ გამორიცხავს. შექმნილ ვითარებას ეხმაურება ეგვიპტე და თურქეთი. ოფიციალური ანკარა და კაირო ისრაელს შეერაღებული კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებენ. ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა უკვე მესამე დღეა ღაზის სექტორიდან რაკეტებს იგერიებს. 90-იანი წლების შემდეგ პირველად ავიადარტყმის სამიზნე თელ-ავივი გახდა. ამ ფაქტის გამო ისრაელის თავდაცვის მინისტრი ჰამასს ემუქრება. თელ-ავივის მისამართი ცეცხლის გახსნა მეორე მხარეს ძვირად დაუჯდება. ისრაელის ხელისუფლება ჰამასის სამხედრო ფრთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გაფართოებას არ გამორიცხავს. ისრაელის არმიამ ნებისმიერ წუთს შესაძლოა სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. შეიარაღებული ძალების სრულ საომარ მზადყოფნაშია. მობილიზებულია 30,000 რეზერვისტიც. ღაზის სექტორთან საზღვარზე კი არტილერიაა განლაგებული. ავიადარტყმებს ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში წარმატებით ვიგერიებთ. მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ოპერაცია მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ. ოპერაციის ლეგიტიმურობას საეჭვოდ არავინ მიიჩნევს. მილიონობით ქალსა და ბავშვს ამ არეულობაში ვერ მივატოვებთ. ჰამასის მხრიდან მათზე თავდასხმა დაუშვებელია. ისრაელთან სამხედრო კონფლიქტის ფონზე ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი პალესტინელების მხარდასაჭერად ღაზის სექტორში 3 საათით ჩავიდა. ჰამასის ლიდერთან შეხვედრისას ეგვიპტელმა პოლიტიკოსმა შექმნილი ვითარება ისრაელის აგრესიად შეაფასა და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა. ეგვიპტე ყველა ზომას მიმართავს, რომ ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა მთელ მსოფლიოს ეკისრება.
ეგვიპტის პოზიციას იზიარებს თურქეთიც. პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კონფლიქტის გაღვივებაში ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელი ღაზაში უდადაშაულო ხალხს შეთხზული მიზეზებით კლავს. ვითარება ღაზის სექტორში 2 დღის წინ დაიძაბა, როდესაც ისრაელის საჰაერო ძალებმა წერტილოვანი დარტყმის შედეგად ჰამასის სამხედრო ფრთისმეთაური მანქანაში ააფეთქეს. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 20 პალესტინელი და ისრაელის 3 მოქალაქე. დაჭრილთა რაოდენობა კი 200-ს აღემატება. კონკრეტულად მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98. არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს და ციხის ეგრეთ წოდებული ბუნტის ობიექტურ გამოძიებას თხოვს. განცხადების მიხედვით ყოფილმა ხელისუფლებამ ბუნტის ჩასახშობად სასტიკი მეთოდები გამოიყენა. გარდა ამისა, დღემდე გამოუძიებელია ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას. არასამთავრობო ორგანიზაცია პატიმართა ახსნა განმარტებას აქვეყნებს, სადაც ბუნტის საქმეში კიდევ ერთი მაღალჩინოსნის გიგაბოკერიას სახელი ფიგურირებს. 2006 წლის 27 მარტს იხსენებს ერთ-ერთი პატიმრის ახლობელიც და ამბობს, რომ იმ დღეს ციხეში ახალაია მარტო არ მისულა. ადამიანის უფლებათა ცენტრი ციხის ეგრეთ წოდებული ბუნტის ხელახალ გამოძიებას საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებების გამო ითხოვს. აქ არის ფაქტიურად რამდენიმე პატიმრის ახსნა განმარტება, სადაც ისინი საუბრობენ იმაზე, თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი, თუ რა მძიმე და სასტიკი მეთოდები იყო გამოყენებული პატიმართა წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა რამდენიმე პატიმრის გარდაცვალება. ციხის ბუნტის თვითმხილველი მსჯავრდებულის ნათესავი პატიმრების მიერ მოყოლილ ამბავს იხსენებს. ოთარ ვიბლიანის თქმით, ამბოხი მაშინდელი სასჯელ აღსრულების მინისტრის მიერ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პატიმრების ცინდელიანის, ავალიანისა და ვიბლიანის ცემას მოჰყვა. ციხეში ნასვამ მდგომარეობაში იყო შესული ბაჩო ახალაია, რომელსაც ყველაც ეკეთათ ნიღბები. მასთან ერთად იყო მეგის ქარდავა, ბაჩო ახალაიამ გამოიძახა სპეცნაზი, რომელმაც უმისამოთო სროლით სიცოცხლეს გამოასალმეს 7 ადამიანი. ახლა ოფიციალურად გახმაურდა 7 და მე მაქვს ცნობა, რომ მარტო იმ სამავთყოფოში იმ ღამეს მიყვანილი იყო 19 ცხედარი. ფაქტს, რომ ბუნტის მიზეზი ახალაიას მიერ 3 პატიმრის ცემა იყო, არასამთავრობო ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ადასტურებს. მსჯავრდებულთა ახსნა განმარტებებიდან ბუნტის საქმეში კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, ამჟამინდელი უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას სახელი იკვეთება. ციხის ბუნტის დროს, როდესაც ეზოდან ისროდა სროლის ხმა, მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ფანჯრების მეშვეობით გადაეხედათ ეზოში და ამ პატიმარმა თავად დაინახა ეზოში გიგა ბოკერია. პატიმარი ახსნა განმარტებაში ბუნტის დროს ადმინისტრაციისთვის არასასურველი ეროვნებით აზერბაიჯანელი მსჯავრდებულის ლიკვიდაციაზე საუბრობს. ის წითელ ხიდზე უმაღლესი ხარისხის 3 კილოგრამი ჰეროინის შემოტანისთვის დააკავეს, თუმცა საქმეში მხოლოდ 2 კილოგრამი ჩაუწერეს. ამაზე ეს აზერბაიჯანელი აგრძელებდა დავას, როდესაც უკვე დასრულდა ეს ბუნტი, ანუ დამშვიდდა მდგომარეობა და მორიგეებს ყველა პატიმარი გაყავდა თავთავიანთ საკნებში რომ ჩაიყვანათ. ეს პატიმარი გაიყვანეს, სრულიად სახსალამათი, მას არ ჭირდა არაფერი, არც დაჭრილი არ იყო. შემდეგ უკვე სხვა მსჯავრდებულმა დაინახა, რომ ეს პატიმარი ჩაიყვანეს ეზოში და აი ამის შემდეგ უკვე იგი იპოვეს გარდაცვლილი. ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურას პატიმართა ჩვენების საფუძველზე მიმართავს. ლევან კალაძის გატაცებასა და მკვლელობაში ბრალდებული ლევან ცინცაძე პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. პატიმარი, რომელიც უკვე მე-6 წელია საკუთარ დანაშაულს ადვოკატების დახმარებით იკვლევს, შეწყალებაზე უარს ამბობს და სიმართლის გარკვევას საპყრობილეში ელოდება. ადვოკატები საქმეს დადგმულ სპექტაკლს უწოდებენ და ამბობენ, რომ გამოძიების სწრაფად დასრულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი მაღალჩინოსნები იყვნენ დაინტერესებულნი. იპოვეს თუ არა რეალურად ლევან კალაძის გვამი და რატომ გადაუმალეს სასამართლოს მთავარი თვითმფრინავი. ამაზე პასუხის მიღებას ცინცაძე ახალი გამოძიებისგან ელოდება. ლევან ცინცაძე უკვე მე-7 წელია სასჯელს რუსთავის მე-6 საპყრობილეში იხდის. ამ ხნის განმავლობაში მსჯავრდებულის ოჯახი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს. ბრალდებულის დედა იხსენებს, რომ დანაშაულის დროს მისი ვაჟი სახლში იმყოფებოდა. იმ პერიოდებში იყო ავად, რომლის ცნობები გვაქვს, ტელეფონი, რომელიც ლევანს ჰქონდა, აი სულ გვიჩვენებს, რომელ სანზონის ტერიტორიაზე იყო და უბრალოდ ფიზიკურად ვერანაირად ვერ იქნებოდა 23 მაის დიღმის მასივში. რკინიგზის საავადმყოფოს დარაჯი, რომელსაც ლევან კალაძის გამტაცებლის ამოცნობა შეეძლო, სასამართლოში არ დაუპარებიათ. ბრალდების მხარემ ის ჯერ მიცვალებულად, შემდეგ კი გონება შეზღუდულად გამოაცხადა. მოგვიანებით ადვოკატების მოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ყარამან ნაბახტეველი სრულიად ჯანმრთელი იყო და კარგად ახსოვდა ის მამაკაცი, ვინც კალაძე გაიტაცა. ბატონი ნაბახტეველი ამბობს, რომ ადამიანი, რომელმაც გამოიყვანა ლევან კალაძე, ეზოდან იყო 48-50 წლის. ბატონი ლევან ცინცაძე, რომელიც აბსოლუტურად უკანონო დამწუჩი იხდის სასჯელს და არის მსჯავრდებული 25 წლით, ის მაშინ იმ დროისთვის გახდა 26 წლის.
ადვოკატები ერთ-ერთ მოწმეზე დაყრდნობით ყვებიან, რომ 2006 წლის 8 იანვარს ღამით მუხათგვერდის სასაფლაოზე რამდენიმე საფლავი გახსნეს. სამართალდამცავები 2001 წელს ვაზის უბანში აღმოჩენილი უცნობი მამაკაცის გვამს ეძებდნენ, რომელიც შესაძლოა ლევან კალაძე ყოფილიყო. ტელეგრამე გვამების ძებნის პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ადვოკატები ფიქრობენ, რომ არც 2001 წელს აღმოჩენილი და არც 2006 წელს ექსჰუმირებული ცხედარი ლევან კალაძის არ იყო, რადგან ცხედრის ფრაგმენტი, რომელიც გამოძიებამ ამერიკაში კალაძის იდენტიფიცირებისთვის გაგზავნა, არც ერთ გვამს არ ჰქონდა. საქმეში არსებობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული პასუხი და მომართვა, რომ იქ შემოწმებული იქნა ქვედაყბის ძვალი და უბრუნდებათ ეს ქვედაყბის ძვალი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვებს ვადებს, თუ 2006 წელს ექსჰუმირებულ გვამს არ ჰქონდა ქვედაყბა, როგორ მოხდა ის ამერიკაში. ლევან ცინცაძეს ბრალი იმ ჩვენების საფუძველზე წაუყენეს, რომელიც საქმეში ბრალდებულმა მეორე პირმა მერაბ ამისულაშვილმა ერთი თვის შემდეგ მისცა. ამისულაშვილს საპროცესო შეთანხმებით 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ცინცაძეს კი 25 წელი. დავა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საქართველოს იურისტთა ასოციაციას, კონსტიტუციის 42 მუხსა და ნანა კაკაბაძის ორგანიზაციას შორის დავის საგანი მსჯავრდებულებისთვის პოლიტპატიმართა სტატუსის მინიჭება გახდა. მას შემდეგ, რაც უფლებადამცველ ორგანიზაციებს პოლიტიკური პატიმრისის წარდგენა დაევალათ, ორგანიზაციამ ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის სამუშაო ჯგუფს 200-ზე მეტი მსჯავრდებული სია გადასცა. არსებულმა სიამ კითხვები გააჩინა ახალგაზრდა იურისტებისა და კონსტიტუციის 42 მუხლის წარმომადგენლებისთვის. რამდენიმე დღიანი მუშაობის შემდეგ ორივე ორგანიზაციამ ჯგუფი დატოვა. 200-ზე მეტი მსჯავრდებულისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისანიჭებლად სამუშაო ჯგუფმა საქმეების შესწავლა უკვე დაიწყო. თუმცა იმ მიზეზით, რომ ორკვირიანი ბადის ფარგლებში სრულყოფილი დასკვნის მომზადება შეუძლებელია, ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჯგუფი დატოვა. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის ის, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, მიღებული თითოეული პატიმრის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა რომ ძალიან ეფექტიანად, ძალიან დროულად და სწრაფად მოხდეს ამ ხალხის საქმის განხილვა. საქართველოს იურისტთა ასოციაციისა და კონსტიტუციის 42 მუხლის წარმომადგენელთა გადაწყვეტილება სიაში მყოფ მსჯავრდებულთა ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მიმართვაში, რომელსაც 32 პატიმარი აწერს ხელს ვკითხულობთ. თუ ვინმე ამ მრავალტომიან საქმეებში ყველა სამართლებრივი ნიუანსის სიღრმისეულ შესწავლას მოინდომებს, მაშინ ჩვენი უკანონო პატიმრობა კიდევ მრავალი თვით ან წლით გაგრძელდება. განსაკუთრებით გვინდა გამოთქვათ ჩვენი გაკვირვება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პოზიციის გამო, რომელმაც ბოლო წლებში დაახლოებით 3.5 მილიონი ლარი მიიღო გრანტების სახით და ამ წლების მანძილზე არა თუ 200-მდე პოლიტპატიმრის, არამედ სულ რამდენიმე მათგანის საქმე აქვს შესწავლილი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამ ბრალდებას არ ეთანხმებიან და პოლიტიკურ პატიმართა სიის შესწავლის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ჩემი კითხვა და პასუხი იქნება ესეთი, რომ გასაგებია ჩვენც გვაქვს აქამდე დაახლოებით 80-მდე იმ სიიდან საქმე შესწავლილი, 185-ი არ შეგვისწავლია, მაგრამ მათი შესწავლის პროდუქტი არ ჩანს ამ კომისიაზე. ნანა კაკაბაძე, რომელმაც პოლიტიკურ პატიმართა სია სამუშაო ჯგუფის წევრებს უკვე წარუდგინა, ორი ორგანიზაციის მოთხოვნას არაადეკვატურს უწოდებს. ამ პერიოდიდან უკვე ჩნდებიან პოლიტპატიმრები და ამათზე არ უმუშავია ამ ორგანიზაციას და მხოლოდ 2012 წელს იძახის, რომ 6 საქმე მაქვს შესწავლილი და შემოდის კომისიაში, ბუნებრივია გაუძნელდება ასობით საქმის გადახედვა, შესწავლა და საქმის კურსში ყოფნა. პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა საქმის შემსწავლელმა ჯგუფმა პატიმართა სია პარლამენტს 19 ნოემბერს უნდა წარუდგინოს. სომხური ეკლესიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ინიციატივაზე შესაძლოა პარლამენტმა იმსჯელოს. ამის შესახებ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე თავად სომხურმა დიასპორამ განაცხადა, თუმცა ბიუჯეტიდან დაფინანსება სომხური ეკლესიის გარდა ჯერჯერობით საქართველოში არსებულ სხვა რომელიმე კონფესიას არ მოუთხოვია. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა კონფესიების დაფინანსებასაც ითხოვს. სომხურ ეკლესიაში უკვე არსებობს კონკრეტული მოდელი, როგორ უნდა გადანაწილდეს თანხა სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციაზე. სამართლიანი იქნებოდა, რომ პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპების დაცვით სომეხთა ეპარქიისთვის გამოყოფილი თანხა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხის 5%-ის ოდენობით. რამდენი მრევლიც იქნება, პროპორციულად იმდენი უნდა ქონდეს დაფინანსება. ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველოს პრეზიდენტი არნოლდ სტეფანიანი ამ საკითხის პარლამენტში განხილვამდე საზოგადოებრივი აზრის შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობს. თემაზე მკაფიო პოზიცია აქვს ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს ბექამ ინდიაშვილს. არც ერთ რელიგიურ გაერთიანება, მათ შორის არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო არ უნდა ფინანსებოდეს სახელმწიფოსგან. ეს არის მეტი კონტროლის შესაძლებლობა სახელმწიფოსთვის რელიგიურ გაერთიანებებს. უფრო ლოგიკური იქნება, რომ
მოქალაქეების გამოწერით შევიდეს, ვთქვათ, ესეთი წინადადება. taxpayer-ების გადასახადის გადამხდელების. პარლამენტი მზადაა სომხური ეკლესიის წინადადებაზე იმსჯელოს, თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კანონით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსის გათვალისწინებით. მთავარი არის დავიცვათ ჩვენ კონკორდატის პრინციპი, ანუ ეს არის სახელმწიფოს კონსტიტუციური შეთანხმება მართლმადიდებელი ეკლესიასთან. ჩაურევლობის თაობას, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში. კონკორდატის მიხედვით სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიას საბჭოთა რეპრესიების სანაცვლოდ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ამბობს, რომ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან ანალოგიური საკონსტიტუციო აქტის გაფორმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მე ვერ ვხედავ რაიმე სახით და რაიმე ფორმით რაღაც გარკვეულ სამართლებრივ საფუძვლებს იმისათვის, რომ მათ ეს მოითხოვონ და მიიღონ ამავე ბიუჯეტი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი. სომხური ეკლესია საკითხის განხილვას როგორც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ასევე საპატრიარქოსთან აპირებს, თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი არ სურთ. 16 ნოემბერი მსახიობ გიორგი შავგულიძის დაბადების დღეა. მსახიობმა ქართულ მაყურებელს თავი განუმეორებელი თეატრალური და კინო როლებით დაამახსოვრა. გიორგი შავგულიძე 59 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. დღესის თეატრის მოღვაწეებმა გაიხსენეს. ტყე იყო გაკეთებული სცენაზე და რო დარჩი მარტო შორას და რო შევედი და რაღაცა როგორც კი წამოვიდა ჟორა, ჩემს გავარდი მე კულისებში. გამოვარდა მომგიდა ნუ გეშინია გენაცვალი არაფერს არ გიპირებს სცენა ესო მითხრა და აი არ დამავიწყოთება და აი ესე ვკანკალებდი და ეს სპექტაკლ ქრისტინეში იყო. თამარ სხირტლაძე გიორგი შავგულიძეს პარტნიორობას მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ ჭრიჭინაშიც უწევდა. პიესა მარინეს მიხედვით დადგმულ სპექტაკლში გიორგი შავგულიძე კოხტას როლს თამაშობდა. თამარ სხირტლაძეს კარგად ახსოვს, როგორ იძაბებოდა თამაშის წინ, რადგან შავგულიძე სცენაზე ხშირად სასაცილო მდგომარეობაში აგდებდა. ყველაზე მეტად მსახიობს შავგულიძის ერთი თვისება ხიბლავდა. როცა ახალგაზრდა მსახიობი მოდიოდა თეატრში, ის უსათუოდ მოვიდოდა და კულისებიდან სულ ცოტა 5 წუთი უყურებდა, მეც არა. გამოვიდოდა კულისებიდან და თავის პირდაპირ იყო მსახიობები სერგო ზაქარია და ღამბაშიძე იგივნენ გოძიაშვილი, ხო და შევიდოდა და ეტყოდა ხოლმე დადგება არტისტი მაგისგან, ხო იცი შენ? ან იტყოდა, მეტი არა, ჩემი ტერი მაგისგან არტისტი არ დადგეს. არასოდეს ჟორა არ შემცდარა. მსახიობი გურანდა გაბუნია ამბობს, რომ გიორგი შავგულიძე ქალების გულთამყრობელი იყო და მისი პლასტიკა მაყურებელზე მომნუსხველად მოქმედებდა. აიღეთ კეთუდაკოტე ფილმი, როდესაც სიკო დასაგვარია, ხო? გოძიაშვილი და ეგა. ან როგორ ცეკვავს, ან იმ ხელს როგორ ხმარობს, ან და საერთოდ როგორ მოძრაობს. არაჩვეულებრივი იყო. ხელოვნებათმცოდნე ნათლა არველაძე გიორგი შავგულიძის გარდასახვის უნარზე საუბრობს. ის მოდიოდა საერთოდ 3 საათით ადრე თეატრში. იკეთებოდა თავის პატარა სახელოსნოში, როგორც მოგვითხრობენ ხოლმე მისი კოლეგები და იკეთებდა გრიმს ისე რომ აიღოთ თქვენ კეისრის ანტიური ეპოქის ქანდაკება და დაიდოთ გვერდით გიორგი შავგულიძის პორტრეტი. თქვენ ნახავთ როგორ არის ერთ როლში გამჟღავნებული მთელი ეპოქა. მარჯანიშვილის თეატრში 18 წლისა მივიდა. დამწყებ მსახიობს კოტე მარჯანიშვილმა უშანგი ჩხეიძის დუბლიორობა მიანდო. ეს 23 წლის გიორგი შავგულიძეა ყვარყვარე თუთაბერში. კეისარი ანტონიუსა და კლეოპატრაში. ზურაბ ერისთავი გიორგი სააკაძეში. თეატრის მუზეუმის მცველმა ყველა ფოტოზე აღბეჭდილი როლის ისტორია ზეპირად იცის. და ბოლოს ეკაბერიძე მთავარი კითხვით სტუმრებისა და თემების შესახებ თავად გვესაუბრება ეკა საღამოშტო. საღამოშტობისა ნათია მივესალმები მაყურებელს. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით დათა ახალაიას ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ, როგორ უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე ქვეყნიდან გაქცეული ჩინოვნიკები. მთავარ კითხვას მთავარი პროკურორი უპასუხებს. შედგება თუ არა პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ერთობლივი ვიზიტი ამერიკაში მანანა კობახიძე. და ბოლოს რა მთავარი შეცდომები დაუშვა ნაციონალურმა ხელისუფლებამ ეკონომიკურ პოლიტიკაში. ვანო მაჭავარიანი გადაცემაში მთავარი კითხვა. ეკა მადლობა. მთავარი კითხვა რამდენიმე წუთში ახალი ამბის დასრულებისთანავე გავა ეთერში. თქვენ უყურებთ მე 9 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად მე ორ შაბათამდე გემშვიდობით. ნახვამდის.